მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუდია გზა გასაყარიდან ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად ამ თემაზე სასაუბრო ტრადიციულად მოწვეული გვყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისათვის და ამ კურსის წაწყოლისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ წინა გადაცემაში საუბრობდით ისრაელის და იუდეის სამეფოებზე. დიდი ისრაელი გაყოფილია ორ ნაწილად. რობოამი არის შთამომავალი სოლომონ მეფის და მართავს იუდეას, ხოლო იერობოამი იყო სოლომონის მსახური, რომელსაც შემდგომში აქია წინასწარმეტყველების შესაბამისად დარჩა ისრაელის სახელმწიფო მმართველობაში და სწორედ ეს პერიოდი განვიხილეთ. მათი შთამომავლები მართავენ იუდეას და ისრაელს შესაბამისად. ისრაელში ძალიან ცუდი ამბები ხდება იმ აზრით, რომ დაარღვიეს ყველა წესი და საღვთო სიტყვა და რჯულს გადავიდნენ, დაადგინეს კერპები და ჩვენ უახლოვდებით პერიოდს, როდესაც ელია წინასწარმეტყველის შესახებ უნდა ვისაუბროთ და ეს წინა პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ავწეროთ. გიორგი, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რობოამის და იერობოამის ეს მმართველობის პერიოდი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი თემები ვახსენეთ. წინა გადაცემაზე ვთქვით, რომ იერობოამის რეფორმა მუდმივ ხაზად რჩება ისრაელის ცხოვრებაში, შემდგომშიც ეს არის რაღაცა ზღვარი, რომლის ზევითაც ვეღარ ასოდეს ამაღლდება ისრაელის საზოგადოება. და ახლა უკვე პერიოდია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ, პერიოდია, სადაც მათი შთამომავლები შეუდგნენ მსახურებას. გითხრათ, რომ ანდრია, ეს მართლა ხაზგასაცმელია, რომ ისრაელის სამეფოში ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა მომენტებს პოლიტიკურ, სოციალური ვარდნისა თუ ზესვლისა, მაგრამ ზნეობრივ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს უარყოფითი დინამიკა. არ გვაქვს რაღაცა ესეთი გამოვლინება, სადაც ვთქვათ, შეიძლება როგორც თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად ვზანეთ, იერობოამის ამ ცოდვას გადააბიჭოს ისრაელმა და მასზე გაბატონდეს და მოიქცეს უფლისაგან. ყველაზე კარგი მდგომარეობა ეს არის იქნება და იერობოამის ცოდვას დაუბრუნდეს. რაღაც ასეთ ძიმე მდგომარეობაში. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ იერობოამის რეფორმას მოყვა ძალიან დიდი სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი ისრაელში. ძალიან დიდი. იმდენად დიდი, რომ მასობრივად იწყება ისრაელის დაცლა და იუდას სამეფოში მოსახლეობის ჩამოსვლა, რომელსაც წინ უძღვის ორი პროცესი. ჩვენ ამ ორ პროცესზე უკვე ვისაუბრეთ. ერთი გახლავთ ის, რომ იერობოამის რეფორმის გამო, რომელიც ითვალისწინებდა სამღვდელო ექსკლუზივის ჩამორთმევას ლევის ტომელებისადმი, გამოიწვია ის, რომ პრაქტიკულად სასულიერო დასი სამღვდელოება დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, აბსოლუტურად. ეს იყო დევნის ძალიან სამღვდელოების დევნის დახვეწილი სახე, რომელიც ასევე ეგვიპტიდან ჩამოიტანა იერობოამმა. ჩვენ ელიას დროს ვნახავთ წინასწარმეტყველთა დევნას, მაგრამ ის წინასწარმეტყველთა დევნა გაცხადებულია. იცის თელმა სახელმწიფომ, რომ ოფიციალური ხელისუფლება დევნის ამ დასს. მაგრამ იერობოამის დროს ეს შეფუთულია. იერობოამის დროს ეს ასე ვთქვათ, სხვანაირად არის მიწოდებული საზოგადოებისათვის. ის არის რაღაცა რელიგიური პლურალიზმით, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს. დაიცალოს სულისაგან, როგორც სხეული სისხლისაგან იწრიტება და სხეული ყდომას იწყებს, როგორც სხეულიდან სული გადის და სხეული გვამიხდება უკვე. ასეთ მდგომარეობას დაადგა ისრაელის მთელი ამ მაცოცხლებელი იმისაგან, ქვია, საშუალებებისაგან იცლება და იწრიტება და ნელ-ნელა თვითონ ადგება იმ გზას. რა მინდა ანდრია იცით გავიხსენოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ალექსანდრიულ სკოლას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ალექსანდრიული სკოლა ხშირად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ისრაელში მიმდინარე პროცესები ეს ადამიანის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც ისახება. ეს შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ადამიანში მიმდინარე სულიერი პროცესები, რაღაცა და ჩვენ გვახსენდება ასეთი რაღაცა,
როდესაც ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ როგორც კი შეჭამს ამ ნაყოფს, სიკვდილით მოკვდება, შეჭამა ადამიანს ეს ნაყოფი, მაგრამ 930 წელი იცხოვრა ადამა, ხო? არ მოკვდა რა ეგრევე, სად მოკვდება? ამდენი წლები გავიდა, საუკუნეები იცხოვრა ადამა. სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ უცებ დაეცემი და გვამადიცა. სიკვდილის მოკვდინება ნიშნავს იმას, რომ იწყება პროცესი. იწყება პროცესი, რომელიც მიგიყვანს აქამდე. აი ისრაელში ეს ხდება სწორედ. ეს მე მინდა განსაკუთრებით ამას ხაზი გაუსვა, ვინაიდან ჩვენ როდესაც ისტორიის ანალიზს ვაკეთებთ და უყურებთ რაღაცა პერიოდს, ჩვენ საქართველოს ისტორიაზე მაქვს საუბარი და უყურებთ რაღაცა პერიოდს, როდესაც ძალიან დიდი კრიზისი იწყება ქვეყანაში, ჩვენ შეცდომას ვუშვებთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ პერიოდის განხილვას ამ პერიოდშივე ვიწყებთ. არა, ის სხვაგან იწყება. სხვაგან იწყება. სხვა პრობლემის გამო იწყება. უბრალოდ აი აქ მთელი თავისი საშინელებით ვლინდება და მთელი თავისი სიმძიმით გვიჩვენებს თავს. შესაბამისად, როდესაც საუბარია რაღაცა პროცესზე, ჩვენ ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს სადამდე მიგვიყვანს. ამიტომ ეს აი მე ხშირად მახსენდება მის უწმინდესობის მოწოდება ღრმა ანალიზთან დაკავშირებით. ეს ამას უკავშირდება სწორედ, რომ შენ ანალიზი უნდა გააკეთო. ხო, ესე იგი პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდება, ჩვენ შეიძლება ვაკვირდებით ამ პროცესის რაღაც მონაკვეთს და გვინდა დასკვნები გავაკეთოთ. არ გამოვა. ამ მონაკვეთს არ გამთლიანს. არც საწყისი გავითვალისწინეთ და არც დასასრულზე ვფიქრობთ. და ეს არის სწორედ ისტორიულად ჩაიხედო, წარსულში გაანალიზო და რაღაც პროგნოზი გააკეთო მომავლისთვის, თქვათ, ხო? და პროცესი თქვა შეიძლება მიმდინარეობს 200 წელი ეს პროცესი. და შენი დაკვირვებით შეიძლება 10 წელი აკვირდები ამ პროცესს და გინდა რომ დასკვნა გააკეთო და არ გამოგივა დასკვნა არაფრით. თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მამანდრია აქ, აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ის არის რომ იერობოამის ის რეფორმები რომელზეც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეს რეფორმები ქვეყნის საკეთილდღეოდ არის წარმოდგენილი იერობოამის და იღებს საპირისპირო და დასთავარია საზოგადოება რომელიც იერობოამის გარშემო იკრიბება ამას მიიღებს როგორც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯებს ანუ აქ იერობოამის პრობლემაც არ არის მარტო აქ არის იმ საზოგადოების პრობლემა, რომელიც მის გარშემოა შეკრებილი, რომელსაც ეყრდნობა იერობოამი. ეს ის ხალხია, რომელიც მუდმივად ამბობს, რომ წავიდეთ ჩვენს კარვებში რა საქმე გვაქვს. ეს ის ხალხია. რა საქმე გვაქვს ჩვენი იუდას. ხო, როგორც კი გამოჩნდა იერობოამი, ჩვენი ცნობილი მოწოდებებით, რაით ის დროსაც გავაჟღერეთ, მომენტალურად ხორცი შეიწყო, მომენტალურად გაცოცხლდა. არაფერი არ დარჩა. სულ აქვს ეს რაღაც ანტაგონიზმი, რომ თქვა დავითის კარი მათი არ არის და ისრაელულ წავიდეთ ჩვენს კარვებში. იერუსალიმი კი უყვართ, მაგრამ დავითი არ უყვართ არანაირად. ეს სოლომონის დამსახურება უფრო შეიძლება იყოს ვიდრე დავითის, მაგრამ სოლომონი ხიდან დავითსაც არ დააქვს. არ კი თავისთავად ცხადია, ხიდან ჩამოვარდნა სოლომონი დავითის გზის გაგზელებით იწყებს. კი, კეთახმებით აბსოლუტურად. თან აქ ერთი ესეთი ძალიან საინტერესო მომენტია მამანდრია, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იერობოამის აი ამ მოქმედებებზე ის მარტო ისრაელზე არის, ის იუდაზეც ისახება. ანუ ჩვენ რაზე აქვს საუბარი, რომ ეს ერთი მთლიანი სხეული, რომელიც ახლა ღმერთმა დაანაწილა თვითონ. ღმერთი ამის ინიციატორი, ხო? ეს არნიშნავს იმას, რომ ეს დანაწილება უნდა იყოს სულიერი, არავითარ შემთხვევაში. პროცესები აბსოლუტურად ეხმიანება ერთმანეთს. ეს ერთი მთლიანობაა. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. აი ჩვენ ეპოქას, ოდესაც ამ ეპოქას განვიხილავთ, ეს ეპოქა თავისებურია. ეკლესიის და სახელმწიფოს საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა. ეკლესია სახელმწიფოშია მოაზრებული და პირიქით. ხო, ნუ ეს იმის გამო, ეპოქის გამო, ეს ასე აღარ იქნება, ხო, როცა ჩვენი მაცხოვარი მოვა და ახალი აღთვის ეკლესია დაარსდება. ჩვენ მერე ვისაუბრებთ ამაზე. მაგრამ სახელმწიფოს გაყოფა რაც ღმერთისაგანაა დაშვებული, არანაირად არ არის მოაზრებული საეკლესიო დანაწევრება. იერუსალიმი ისევ თავშესაკრებელი უნდა იყოს. ის ღმერთი, რომელმაც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან, ისევ ერთი უნდა იყოს მთელი ისრაელისათვის. და თუ ამას შეინარჩუნებს ისრაელი, ეს დაყოფა პირობითია, ეს დაყოფა დროთა განმავლობაში კვლავ აილაგდება და იმ რამერედის გახსენება მინდა, რატო ვაკეთებ ამ პარალელს მამანდრია. როდესაც სამხრეთ საათაბაგო გამოეყო, ხო, ერთიან აი ეს გამოყოფა
საეკლესიო წიაღშიც აისახა, აწყურის საყდარი გამოეთიშა მცხეთის საყდარს. და რა არის საინტერესო, არანაირი რელიგიური დაპირისპირება არ არის. იმავე ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსაღიარებს, იგივე მართლმადიდებლობა აწყურს. არაფერი არ არის იქ, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლობას არავინ არ შეხებია იქ. მაგრამ რტო მოწყდა იმ ძირს, საიდანაც უნდა ეხარა. და ორთაობაში სამცხე საათაბაგოს საშინელი სურათია მოისპო იქ ქრისტიანობა მთლიანად. ამიტომ აი რაღაცა ანალიზის კეთებისას აი რაღაცას უნდა დაუკავე, რაღაცაზე რაზეც ხარ დაფუძნებული, რაც არის შენი ძირი, შენი ფესვი, რაც კვებავს, რაც არ უნდა ნათელი, რაც არ უნდა მომგებიანი, რაც არ უნდა მიმზიდველი, პოლიტიკური თუ სოციალური ლოზუნგი იქნას წარმოდგენილი, თუ კი ის თავის თავში ამ ფესვებიდან მოწყვეტავს გულისხმობს, იმას აუცილებლად უარყოფითი შედეგი იქნება ყოველთვის. აუცილებლად. მაგრამ ეჩდება როგორც წესი მაშინ, როდესაც როგორც იტყვიან, გვიანია ხოლმე საკმაოდ და ამის გამოსწორება ძალიან დიდ კიბოს უკავშირდება. ხალხო დაუბრუნდეთ ჩვენ ბიბლიურ სურათს, აქ ბიბლია გვესაუბრება რამდენიმე ეპიზოდზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს გახლავთ უწინარეს ყოვლისა ეპიზოდი იერობუამის სახლის გახვეტვისა. ისევე როგორც ეს წინასწარმეტყველმა თავის დროზე მიქა წინასწარმეტყველმა მოხდება გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება და ის საზოგადოება, რომელზეც იდგა იერობუამი, ის საზოგადოება სწორედ ხელში აიყვანს იერობუამს და ცოცხალს არ დაუტოვებს არავის. ის იგივე. სხვა ტერი კი არ შემოესევა და ტყვეთ კი არ ჩავარდება, არა. სუსტად ის ასე. აი ესე ძალიან სიმპტომატურია. ხო, რაც გამოზარდა ის გამოყვება. ხო, ეს ძალიან სიმპტომატურია, ესე იგი რომ როდესაც ჩვენ კერპები დაუდგა, ქურუმები გაუმრავლა, იერუსალიმის უარყოფისკენ ყველაფერი გააკეთა. და შედეგიც ეგ არის. ხო, ხალხი იზრუნა, ხო და ნახეთ რა არის საინტერესო, ის საზოგადოება, რომელსაც ეყნობოდა, იმავე საზოგადოებამ იერობუამი გაწირა და იერობუამი ასე იგი მოიცილა. ამით რას გვეუბნება ბიბლია? ამით ბიბლია იმას გვეუბნება, რომ როდესაც შეთანხმება კონვენციურია, როდესაც შეთანხმობაში, ერთობაში არ არის ღმერთი, ის ერთობა ვერ შედგება. ვერ შედგება იმ ერთობას აუცილებლად დარღვევა უწევია. იმიტომ კი არა მამ ანდრია ღმერთი სამაგიეროს ხვდის. ეს გამორიცხულია, მაშინ ეს ჩვენი ღმერთი ვერ იქნება, ჩვენ ამ ღმერთს არ ვაღიარებთ. ღმერთი არ არის სამაგიეროს გადამხდელი, არა, უბრალოდ შენ თავს უშვები ცუცს, როდესაც ცუცს უშვები რას ნიშნავს, ხო? უცვლელი და შეუძრავი სწავლებით, მართლმადიდებლური სწავლებით, ხო? ადამიანში მოქმედებს ღვთის შეუქმნელი ენერგია, რომელიც მას აძლევს იმ სულიერ ძალებს, რამაც მას უნდა მისცეს საშუალება გადალახოს უნება, გადალახოს სოდვა და წავიდეს ღმერთისა განხრობის გზაზე შედგეს. ეს საზოგადოებასაც ეხება, საზოგადოებაში უნდა მოქმედებდეს სული ღვთისა, რომელიც მას სიმტკიცეს და ერთობას მისცემს. როდესაც ეს სული ღვთის არ მოქმედებს, რაღაცის გარშემო ერთიანდებას, რაღაცა სხვა რამის გარშემო ერთიანდებას, ეს სხვა რამე არის შეთანხმება. ადამიანში, როგორც კი ეს შეთანხმება ვადაგასული გახდება, ერთობა ირღვევა. არაფერია შემკვრელი, არაფერია მაკავშირებელი. როდესაც ღმერთი გაკავშირებს, ღმერთი არ გაკავშირებს იმისათვის, რომ მას რაღაცა ჭირდება, ღმერთს არაფერი არ ჭირდება. ღმერთი გაკავშირებს შენ სასიკეთოდ. მაგრამ როდესაც ღმერთი არ არის, ისაც გაკავშირებს, ის ვიღაცას ჭირდება. ამას გამოიყენებს და როგორც კი გამოიყენებს, მოგისურვებს და გადაგაგდებს აუცილებლად. ამიტომაც დღეს ჩვენ როდესაც საზოგადოებაზე გვაქვს საუბარი, ერთობის პრობლემაზე გვაქვს საუბარი, ურთიერთგაგების პრობლემაზე გვაქვს საუბარი, ეს ყოველთვის იარსებებს მანამ სანამ რაღაცა არ გვექნება ისეთი ღირებულება წარმოდგენილი, რომელიც ზიარი იქნება და რომელიც დაეფუძნება იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ქრისტიანულ რელიგიიდან არის ამოსული და წარმოდგენილი. აი აქ შეიძლება მაცხოვარი როდესაც ამბობს, ვინ ჩემთან არ კრებს, ის განაბნევს. ეს ნიშნის მოგებით კი არ გვეუბნება ამას. ეს არის ეგზისტენციალური დეტალი წარმოდგენილი სახარებაში, როდესაც ღმერთი გეუბნება, თუ გინდა არ განაბნიო, ჩემთან უნდა იყო. და თუ ჩემთან არ იქნები, უბრალოდ სხვა შედეგი არ გექნება, დააბნევ, ვერ შეინარჩუნებ.
აი ეს მოვიდა ისრაელს. და ისრაელის ისტორიაში ეს სიმპტომატური იქნება. ჩვენ იუდას იმაში გვაქვს, რეალობაში გვაქვს და ამას მე მივაქცევთ ყურადღებას რატომ და როგორ ერთი ხანგრძლივი დინასტია. ერთი განმწობითი დინასტია. მაგრამ ისრაელში ჩვენ გადატრიალებათა მთელი სერიები გვაქვს. მიყვება ერთმანეთს. მიყვება ერთმანეთს. ზოგი 2 წელი, ზოგი 7 წელი, მაგრამ ერთკვირიანი მეფეც აქვს. ხო. მიყვება ეს გადატრიალებები. ერთმანეთს მიყვება და რამდენიმე დინასტია მოვა. ზოგი ერთი შთამომავლის დასმასაც ვერ მოასწრებს იმას. ანუ აი ნახეთ, აი ეს არეულობა ცხოვრების არსებობის წესად იქცა ისრაელში. და ყველაზე ტრაგიკული, რაც ისრაელს საბოლოოდ მოუსწრაფავს არსებობას ასურეთის იმპერიისაგან, ყველაზე ტრაგიკული გახდათ ის, რომ აი ამის გამოსწორების საშუალება ღმერთში ისრაელს არ აქვს დაცებნი. დაცებნი აქვს იმ პოლიტიკაში, რომელიც ეროვნულმა დაიწყო. აი, ეს უნდა გავითვალისწინოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არ არის მარტო ბიბლიური თხრობა, რომელიც რაღაც ოდესღაც მოხდა. ეს დღეს ხდება ჩვენთან. ეს დღეს ჩვენი რეალობაა, დღეს ჩვენ ეს გვეხება. მე ესეთ არეულებს მეზობლები იოლად აქეზებენ. თავის დავაცხადია. დამასკოს მეფე ისრაელს უჭერს მხარს და ახლა ამას უნდა შევეხოთ. ხო და იუდეას უწევს ამაში ჩარევა, ფულის გადახდა. ახლა ამას უნდა შევეხოთ. სიბინძურე შემოდის ახლა ერთ დროს ერთიანი ხალხი წაქეზებული არის მეზობლებისაგან ერთმანეთის დასაპირისპირებლად. და წარმატებითაც. წარმატებითაც ხო. ახლა აქ ყურადღება მივაქციოთ, ну ეს ისრაელი, ხო? ახლა იუდეას მივაქციოთ ყურადღება, ეს თხრობილი სირთულე ახლა ცალკე ვსაუბრობთ უკვე, მაგრამ იუდეაში საინტერესო რამე ხდება. რობუამის ძე აბია ეს არის მეფე. აი რომელზეც აი როგორ გითხრათ, აი თითქმის არაფერი არ უნდა ითქვას, აი ამგაც აი თითქმის არაფერი არ უკეთებია. მამამისის ყველაზე დადიოდა, მამამისი კი სოლომონის ყველაზე დადიოდა. ანუ სოლომონის შემდგომ ესე იგი ორი მეფის თაობა როგორ გრძელდება ეს მამანდრე რელიგიური სინკრეტიზმი ყარად იმას აქვია ფერს გადმულია იუდეაში ხო აი ესე იგი გვაქვს შეიწირება მსხვერპლი აბრაამ არის გორაკები არის კერპები არის ეს რელიგიური სინკრეტიზმი სხვაგვარად რო ვთქვათ იუდეაში აი ეს მდგომარეობა ცოტა მეტად აქცენტირებულია წმინდა წერილში და ამის მიზეზი არის ერთადერთი ეს არის დავითი ის ხაზი რომლის გაწყვეტის დრო ჯერ არ არის ეს ვთქვი ის თქმა უნდა რომ ეს ხაზი რო გაწყდება მაშინ სხვა მოლოდინი იწყება მაშინ სხვა რეალობა დგება და შესაბამისად რამდენჯერმეა ბიბლიაში ნათქვამი რომ ამას არ ვაკეთებ დავითისთვის ამას არ ვაკეთებ და იმ დავითისთვის კი არა რომელმაც განისვენა არა იმ განგებულებისათვის რომელიც დავითთან გაცხადდა რომ ისი გვარიდან უნდა მოვიდეს ის რომლის საღდარი შეუძლებელი იქნება უკუნისამდე ხო ამიტომაც აი იუდეაში ამ ისტორიას კიდე სხვა ელფერი აქვს და მოდი ყურადღება მივაქციოთ ახლა ამ დეტალს საქმე ის არის რომ იუდეაში თავი მოიყარა ისრაელიდან გამოქცეულმა და წამოსულმა ლევისტონმა ამ იუდას თუ ასე ვთქვათ ეს მაცოცხლებელი ეს ძალა ტაძრის მსახურთა ძალა რაღაცა რაოდენობით ყავდა უკვე ვთქვათ აბიას რობუამის დროს განსაკუთრებით გაცილებით დიდი რაოდენობის არის და გაცილებით რომ დავითმა რომელმაც ასე ვთქვათ ბუაწესრი გასახდვის სახურო რიგი და ეს სივრცე შექმნა მოწესრიგებული სივრცე შექმნა ამას ბევრი რამე აქვს უკვე გადასახედი ვინაიდან სხვა რიცხვია სხვა რაოდენობაა სხვა სიმრავლეა და სხვა ასე ვთქვათ საშიშროებაა შევახსენოთ მაყურებელს გიორგი ბოდიში შევახსენოთ მაყურებელს რომ იერობოამმა როდესაც ეს ექსკლუზიური მსახურება ლევიტელთა ტომს ჩამოართვა და კერპები დადგა ლევიტელები ისრაელიდან დაიძრნენ იუდეაში და რისიც
რა მიზანიც ჰქონდა იერობოამს რომ შეენარჩუნებინა ცალკე შემოსაზღვრული ეს სახელმწიფო მიიღოს აპირისპირო ყველაზე რჩეული ადამიანები მსახურები და ის ვინც ღმერთს ესავდა მის სახელმწიფო საზღვრებიდან გადიან და იუდიაში ჩადიან სწორედ ამაზე საუბრობ. კი და აი და ხო და გეთანხმებით და ნახეთ ახლა ამავდროულად იუდას მეფე დავითის შთამომავალი იზრდის პოტენციურად ეზრდება ის გუნდი რომელიც ვალდებულია დაუპირისპირდეს მის რელიგიურ სინკრეტიზმს. ანუ ეს მუხტი აქ იზრდება. ეს დაპირისპირების ალბათობა აქ იზრდება, ამიტომაც აქიდან მოყოლებული მამა ანდრია, აქიდან მოყოლებული ეს სულაც არ იქნება, მაგრამ პრეცედენტები ჩნდება უკვე იმისა, რომ სამეფო ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა აკონტროლებდეს იმ სივრცეს, რომელიდანაც პირველ რიგში არის მოსალოდნელი დაპირისპირება. ასას დროს ხო იწყება გაწმენდა და არა, ასას დროს ასას უნდა შევეხოთ ჩვენ, მაგრამ მე ვამბობ აი რობოამის აბიას დროს ეს მუხტი საკმაოდ დაწაბულია, ამიტომაც არის ჩვენ როდესაც წმინდა წერილი გვესაუბრება სოლომონის შულთაშვილის ასას გამეფების შესახებ წმინდა წერილში დააკვირდით არც რობოამის დროს, არც აბიას დროს არ არის ნახსენები სიტყვა, რომელსაც გაიხსენებს წმინდა წერილი და аса მეფეს დროს სიტყვის. რა არის ეს სიტყვა? დავითის მამამისის გზაზე დადიოდაო. დიახ. აი ეს სიტყვა ორი მეფის დროს ამ წმინდა წერილისთვის მამანდრე ეს ფრაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. მას თუ საშუალება აქვს ამ ფრაზას აუცილებლად იტყვის. შეიძლება ამ მეფეზე არაფერი არ თქვას, ეს ასე არ იქნება, ბევრ ამას ილაპარაკებს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილისთვის ეს ფრაზა, რომ სულ რო არაფერი არ თქვას, მან ეს ფრაზა უკვე ჩვენ ბევრ ინფორმაციას გვაძლევს ამ მეფესთან დაკავშირებით, რომ მამამისის დავითის გზაზე დადიოდა. ასას დროს რატო ჩნდება? ახლა ასა ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი. 14-15 წლის განმავლობაში მას რეგენტობას უწევდა დედამისი და დედამისი მართავდა ქვეყანას. და დედამისის დროს განსაკუთრებით მძიმდება ის სინკრეტიზმი, რელიგიური სინკრეტიზმის ის ასა მეფე როგორც კი ასე თქვა სულწოვანებაში შევა და ის დამოუკიდებელი მეფობის ნაბიჯებს გავს, ის უკვე ექცევა სწორედ იმ გარემოში, რომელი გარემოზე ჩვენ ცოტა. ამიტომ დავაკავშირე ასას, ლევიტელების აქ მომრავლება ქმნის წინაპირობას იმის, რომ ასა მეფეს საშუალება ჰქონდეს თამამად იმოქმედოს და გაწმინდოს კერპებისაგან და სრულსწავლებებისაგან და სრულმსახურებებისაგან. კი, ანუ ნახეთ ახლა კიდევ ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება. იუდიაში აი ეს ასე ვთქვათ მატერიალურ მხარეს, ფიზიკურ მხარეს, გამოსწორების დაწყებას წინ უსწრებს სულიერ მხარეს რაღაცა სიტუაციის შეცვლა. აი, აქედან იმართება საქართველოს ისტორიის ყველგან ასია და ჩვენთან მით უმეტეს. ჩვენ აი პირდაპირ ისახება ჩვენ ისტორიაში. აი, მე თქვენ მამანდრია გაგახსენებთ ერთ დეტალს, როდესაც ჩვენ საუბრობდით სოლომონის მეფობის მეორე ნაწილს, როდესაც მას კერპები შემოაქვს იერუსალიმში. იქ აღნიშნავდი და ხას უსვამდით ეს დეტალს. ჩვენ არ ვხედავთ მღვდელმთავარს, რომელიც ამხელს სოლომონს. ჩვენ არ ვხედავთ რაღაცა მოძრაობას, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, ეს მიღებულია და შეუულებრივია ისრაელში. ჩვენ ნახავთ ბიქაწინას 13 ყველს, რომელიც აღძრავს იერობოამს და იმასაც გააგდებენ ქვეყნიდან და გაიქცევა. ანუ განწყობილება სულიერი ისეთია, რომ ამან ფიზიკური ტრაგედია უნდა მოიტანოს, ფიზიკური სანაქვია წნეხი უნდა მოიტანოს აუცილებლად. ახლა ასამეფოს დროს პირიქით არის. იმდენად კონსოლიდირებულია ეს სულიერი ძალა, რომ ასამეფე დგება, აი ამიტომ ვამბობ ხოლმე მამანდრია, ამას მინდა ხაზი გაუსვა. საზოგადოება შედგა და საზოგადოებამ ნაყოფი მოგცა აი მეფის რეფორმების სახით, რომელსაც ასამეფე რა არის ეს რეფორმა? წმინდა წერილი ჩვენ უკვე ვთქვით რასაც ამბობს. მამამისის დავითის კვალზე დაიწყო სწავლა. რა უშნიდა ხელს აბიას გაევლო, რობოამს გაევლო. არა, იქ არ არის აი ეს ხელშემწყობი აი ეს ხო, აი ეს საზოგადოება ეს სულიერ ეს არ არის. აი აქ არის. აქ არის. ანუ რისი თქმა მინდა ახლა მე მამანდრიამით, რომ ასა მეფემ დედამისიც კი გადააყენა
ჩამოაშორა ყველანაირ იმას მართლობას. იმიტომ რომ ისიც არ ესაკეთებს. ხო, ნუ ის იმის ხელში იყო პრაქტიკულად ის უწყობდა ხელს ამას ყველაფერს. იერუსალიმი გაწმინდა ყველანაირი კერპის დარჩენისაგან, აი მთლიანად გაასუფთავა იუდეა და იერუსალიმი, რაც სწორედ დავითის კვალზე სიარულს გულისხმობს, ამიტომაც ამბობს ბიბლია ამას, თუმცა ვერ მოსპო გორაკებზე მსახურება. ჩვენ აღნიშნოთ, ალბათ მე ამას აღარ დავუბრუნდები და ეს თემა აღარც იქნება ჩვენთვის საინტერესო. აი სულთლად რა მე მეფე იოსაფატზე გვექნება საუბარი, უდიდესი მეფე იყო, მეფე ეზეკიაზე გვექნება საუბარი, უდიდესი აი რაც არ უნდა დიდი მეფე იყოს, მამაო, ხო? აი ეს გორაკებზე მსახურება ვერ ისპობა იუდეაში. აი სულ რჩება. ხო, ეს ხალხი რაღაც გაკერპებულია ამ მსახურებაში. რა არის ისეთ ეს ტრადიციაც არის, ოდესაც ისრაელს ტაძარი არ ქონდა და კიდობანი და შეერია ხო ერთის სულ ტრადიცია და შინაარსი ჩაენაცვლა და კი შეერია და აი ეს რაღაცა ერთიანი ის მოგებოთ. მაგალითად სამუელი გორაკებზე წირავდა, ხო? ეს ისრაელის წარსულს ახსოვს, ანუ წარსულის ამ ტრადიციით არის ეს ასე ვთქვათ გამართლებული და ვერ სპობს ვერც ერთი მოღვაწე, ვერც ერთი დიდი მეფე, აღარ არის საუბარი კემთაყვანისმცემელზე და იმაზე ღირებულებით და დეზორიენტირებულზე. ახლა რა არის აქ საინტერესო? ასა მეფის მმართველობისას იკვეთება ერთი დეტალი, სხვადასხვა რობოამის დროს იწყება ეს, მაგრამ ასას დროს უკვე იკვეთება ერთი დეტალი, რომელსაც ჩვენ ახლა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინაიდან ელიას ეპოქას რომ შევეხებით, ელიას ეპოქაში ეს შეიცვლება. და ეს ცვლილება იქნება არა დადებითი, არამედ უარყოფითი. ამას მივაქციოთ ყურადღებას. ახლა ისე თქვა მინდა მე. ჯერ კიდევ რობოამის მეფობისას ეგვიპტის ფარაონი იწყებს ლაშქრობას იუდეაში, იერუსალიმს გაძარცვავს და საკმაოდ დიდი ალაფით დაბრუნდება უკან, რასაც ბიბლია ღვთის საჭილს მიაწერს. ძალიან სიმპტომატურია იმისი აღნიშნა, რომ სოლომონმა თავის დროზე დაამზადა ოქროს ფარები. ოქროს ფარები ეს იმისათვის იყო გაკეთებული, რომ როდესაც მეფე მიბრძანდებოდა ტაძარში, აი ამ დერეფანს ოქროს ფარები დერეფანს გაუკეთებდა და მის შუაში უნდა გაეო. რობოამმა ეს ოქროს ფარები დაკარგა, წაიღო ფარაონმა ის. მაგრამ დიდებით შესვლა რო უნდა ტაძარში. ის იმის დაკარგვა რო არ უნდა, სპილენძის ფარები დაამზადებენ ამიტომ. იმიტაცია გააკეთა. ანუ რობოამი მას კი არ უფიქრდება, მამანდრია. რატო გაიძარცვა ტაძარი? რატო რო აღსადგენია, რო საშრომია. ხო, უბრალოდ იმიტაცია შექმნა, მაყოფილია ამით. რობოამიც და რობოამის სახლიც. და ჩვენ უბრუნდებით აი მსახურების იმიტაციას, რაც თქვით დავიდანო მაყურებელს კიდევ ერთხელ. სულ ესადებს. აი, დაცემული ძალა, რას გვეუბნება ხოლმე, ადამიანს ატვარზარმაცებს, იმიტაციებს, ილუზიებს უქმნის. შრომა ძნელია, ღამისთენება ძნელია, პატიოსნება ძნელია, ერთგულება ძნელია. და გთავაზობს რაღაცა იმიტაციას, გთავაზობს რაღაცა ილუზიას, რომ შეგიძლიათ სხვა გზითაც გააკეთო, უშრომელად, უპატიოსნოდ. აბელი ეძებდა დაკარგულს, კაენი ქმნიდა იმიტაციას აქვე. ამაშია საქმე. მან გაიყო ზუსტად ეს საჯვარედინი მაგით დავიწყეს. მაგით დავიწყეს სწორედ. არჩევანი ესეთი იყო, ადამის ზუსტად იმას ეძებდა, რაც დაიკარგა სამოთხეში და კაენი იმას არ ეძებდა. აქ ქმნიდა, სადაც იყო, იმ ადგილას ქმნიდა იმიტაციას, რომ დაეკმაყოფილებინა თავი და მივედით ახლა აქაც ჩვენ. ესე იგი, აქ ალბათ რობოამს უნდა ეფიქრა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? და ეზრუნა ამის გამოსწორებაზე, რომ ისევ ოქროს ფარები დაებრუნებინა, ამის ნაცვლად იმიტაციას აკეთებს, სპილენძის ფარებს ქმნის და ყოფილებაში ვითომ არაფერი მოხდა. ვითომ არაფერი მოხდა. ახლა რა შეასაქმე? ასას მეფობის დროს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება და უკვე ფარაონი წაქეზებით ეთიოპიელები შემოდიან იუდეაში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და პრაქტიკულად ხდება იუდეის ჩაბმა საკმაოდ ფართომასშტაბიან ომში, მაგრამ წინასწარმეტყველის მითითებით ასა გააძლიერებს ღვთისმსახურებას. გააძლიერებს ღვთისმსახურებას ნიშნავს იმას, რომ აი ამ ღირებულებით რეფორმას, უпростоად ღირებულებით აი ამ შემოტრიალებას ქვეყანაში უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს და იუდეა ამ ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება ბრწყინვალე გამარჯვება, ეს იქნება ბრწყინვალე
ასე ვთქვათ, მომენტი იუდეას ისტორიაში. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ისრაელში იერობოამის დინასტია შეიცვლება და ბაასას დინასტია მოვა, ბაასას დინასტია გადაწყვეტს, რომ ის მავნებლური ესა რა ქვია, დინარება, რაც იერობოამის ძის ნაბატის დროს დაიწყო, ხალხის დენა იუდეასაკენ შეეჩერებინა და იწყებს სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობების შენებას. ასა მეფე ზუსტად მიხვდა, რომ თუ კი აი ამ სტრატეგიული ობიექტის დაკავებას და გამაგრებას მოახერხებდა ისრაელის მეფე, მაშინ იუდას ყოველთვის საფრთხე შეექმნებოდა ჩრდილოეთიდან. და აკეთებს ასეთ რაღაცას ვამანდრი. ტაძრის, ახლა ასას პერიოდი კიდევ რითაკ საინტერესო იცით, რომ ეს გაძარცული ტაძარი ნელ-ნელა კიდევ შემოსვლას დაიწყებს და აღდგენა ხდება ფინანსო-ეკონომიური ტაძარი ეკონომიკური ცენტრიც იყო, ფინანსური ცენტრიც იყო იმისათვის, რა ქვია, იუდეასათვის და იერუსალიმისათვის. რაც შეიტანა, ამას გამოიტანს ყველაფერს და გაუგზავნის ბერენდად პირველს, არამის მეფეს, ანუ სირიის მეფეს, დამასკოში, იმისათვის, რომ მან ჩრდილოეთიდან დაარტყას ისრაელს, თვითონ სამხრეთიდან და ისრაელი ვეღარ მოიცლის აი ამ გამაგრებული პუნქტის იმას და ამას იუდეა ჩაიგდებს ხელში. და ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება. ასა მიაღწევს საწადელს, ამ ობიექტს ხელში ჩაიგდებს, თვითონ თესაში იმას იზავს, რა ქვია, გამაგრებულ ფორტიფიკაციას წარმოადგენს და ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ისრაელს. მაგრამ ნახეთ რას დაედო საფუძველი. ახლა მინდა კარგად წარმოვიდგინოთ ისაც გეტყვით. ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთით სირია, არამის სამეფო, მერე გვაქვს ისრაელი, მერე გვაქვს იუდეა, მერე გვაქვს ეგვიპტე. აი ეს. აი ესეთი გადანაწილება იწყება. სირია და იუდეა ერთად არის, ისრაელი და ეგვიპტე ერთად არის. აი ეს ჭადრაკულად არის გადანაწილებული. იუდას როცა უნდა სირიას უკავშირდება და ისრაელს ურტყავენ, ისრაელს როცა უნდა ეგვიპტეს უკავშირდება და იუდას ურტყავენ. აი ეს პოლიტიკური სურათი, პოლიტიკური რუქა გვაქვს ახლო აღმოსავლეთ, ძველ აღმოსავლეთის ამ პერიოდში წარმოდგენილი. აქეთ საინტერესო მომენტია რა საკითხია. კლასიკაა ახლა იქ მეზობლის დახმარებით შენი მოძმის არა. ეს მიწის შეულებრივი ინტერესები. აქ საინტერესო ადგილი უჭირავს ფინიკიას. რომლის მდებარეობის გამო და რომლის სხვა კიდევ საინტერესო მიზეზების გამო ფინიკია ახერხებს მშვიდობიანობას ისრაელთან, იუდასთან, არამის სამეფოსთან. ეს ყველაფერი დაერუღო ამერი თავის თავაცხადია, მაგრამ ამ პერიოდში ამას ახერხებს. რატო ამბობ ახლა ამასვე? ისრაელს თითქოს და გაუჩნდება საშუალება იმის, აბას მერე ვიტყვით, რომ არამის სამეფოს, ანუ სირიის დამასკოს სამეფოს თავისი ადგილი მიუჩინოს, მაგრამ მისი ბოლომდე ლიკვიდაციას აღარ დააინტერესებს, ვინაიდან არამის სამეფოს ჩრდილოეთის ასურეთის იმპერია იწყებს ჩამოყალიბებას და ფუფერული ზონა ჭირდება. და იმდენად იწაბება ეს მდგომარეობა, რომ აი აქედან გამოსავალი არის ერთადერთი ღმერთი და მის გარშემო გაერთიანება. ამიტომ როდესაც ასა ტაძარს აცარიელებს და აი ამ ქონებას, ამ სიმდიდრეს უგზავნის ბენედად პირველს, ის წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველის შთაგონებითაც მან ეთიოპიელებს ძილია და ქვეყანა გააძლიერა, აი ამ წინასწარმეტყველს ჩასვავს ციხეში. ამ წინასწარმეტყველს დაუპირისპირდება. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. რატო? ამ წინასწარმეტყველმა უთხრა რაღაცა ისეთი, რომელიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. არ სიამოვნებს. აი მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. აი ისევ დავიდა იერუსალიმი აქამდე. იერუსალიმი დავიდა იქამდე, რომ რა არის მისთვის უპირატესი? პოლიტიკა აწარმოოს თუ ღმერთთან ერთგულების, ღირებულებითი სწორება ქონდეს. ეს უნდა გააჩუმოს, რო არ შეუშალოს ხელი განზრახოს, ადამიანურ განზრახოს. აი ეს მოიტანს საშინელ შედეგს. ჩვენ ვნახავთ ახლა ყველაფერს ერთად ვერ ვიტყვით და ყველაფერს ერთად ვერ გავყვებით, მაგრამ ეს მოიტანს ძალიან დიდ საშიშროებას იერუსალიმისათვის. და ამ საშიშროების ბოლო იქნება ის, რომ დავითის დინასტია გაწყვეტის პირას მივა. ანუ ჩვენაც გვაქვს ჰეროდეს შემთხვევაში
ის გაცილებით ადრე ხდება, იმის საშიშროება გაცილებით ადრე ხდება, დგება იუდას ისტორიაში. უბრალოდ ზუსტად იმიტომ, რომ დავითისათვის მიცემული აღთქმა და ამ აღთქმის აღსრულების დრო არ არის მოსული, ღმერთი დავითის ამ სამთელს არ ჩააქრებს და შთამომავალ შეუნახავს იერუსალიმში. დიდი მადლობა გიორგი ამ საუბრისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ და მნიშვნელოვანი არის ეპოქაც. ამის მერე ჩვენ უნდა ელია წინასწარმეტყველზე ვისაუბროთ. ესაც ახალი პერიოდი არის, რომელიც ისრაელში სრულიად სხვა მოვლენებთან არის დაკავშირებული. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი აი ამ საუბრის შესაბამისი საკითხავის წაკითხვა შეუძლიათ მესამე მეფეთა წიგნის მე-15 მე-16 თავებში. ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ვწანდებოდეთ.